რისკების წინასწარი გადასხვავა. ეს ფაქტობრივად იმის უტყუარი წინაპირობაა, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა შენგან დამოუკიდებელი ფაქტორებით, შენს ჯანმრთელობას, უძრავ ქონებას, ავტომობილს, მოგზაურობას თუ ბიზნეს შექმნას წინასწარვე გადაფასებული და გადაზღვეულია. ასეთი ალბათობების თავიდან ასაცილებლად კი საუკეთესო გამოსავალი უძრავი ქონების დაზღვევაა. იმედიელმა, რომელიც ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 30 წელზე მეტია ოპერირებს, გასულ წელს საქმიანობის არეალი გააფართოვა და დღეს მომხმარებელს დაცვის სრულყოფილ სისტემასაც თავაზობს. იმედიელის ქონების დაზღვევა ბიზნესს იცავს მოულოდნელი შემთხვევებისგან მიყენებული ფინანსური ზიანისგან. მთავარი რისკები არის ხანძარი, სტიქიური უბედურებები, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, დატბორვა და სხვადასხვა ზოგადად შემთხვევები, რაც შეიძლება რომ მოულოდნელად შეემთხვეს ბიზნესს და აი ესეთ დროს ფინანსური ზარალისგან უკეთებს მას კომპენსირებას. ეგეთ დროს ფინანსური პარტნიორი, რომელიც მოულოდნელ შემთხვევაში მომენტალურად ანაზღაურებს თანხას და უწყეტობას განაპირობებს ბიზნესის, რომ ოპერირება არ შეწყვიტოს და მომენტალურად აღადგინოს თავისი საქმიანობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ყველა სახის ბიზნესი ქონებრივ რისკებს აუცილებლად აზღვევს. წლების წინ საქართველოში უძრავი ქონების დაზღვევა არც თუ ისე გავრცელებული მექანიზმი იყო, თუმცა ეტაპობრივად ცნობიერება ამაღლდა და დღეს უკვე ბიზნესები არა მხოლოდ კონკრეტული რისკისგან თავის დაზღვევას, არამედ კომპლექსურ პროდუქტებს ირჩევენ, რომელიც შემდგომში ყველა შესაძლო რისკისგან დაიცავთ. თუმცა ცხადია, რომ ყველა ბიზნეს სუბიექტს მაინც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ყველას განსხვავებული საჭიროება აქვს. ზოგიერთი საწარმოა, ზოგიერთი რესტორანი, ზოგი სავაჭრო ცენტრი, მოკლედ სპეციფიკა სრულად განსხვავებულია და ამას იმედიელში კარგად იაზრებენ. შესაბამისად, ყველა პარტნიორს ინდივიდუალურად უდგებიან და ერგებიან. პირველ რიგში ბიზნესის შესწავლა ხდება მისი საქმიანობიდან გამომდინარე. მისი ადგილმდებარეობა თუნდაც ოფისის, რა რისკები უდგას, რომელ სართულზეა შენობა, რა ღირებულების არის, რა ბრუნვა აქვს მას, ყოველთვის მისი ბიზნესის შესწავლა ხდება, მისი საჭიროებების და რისკების განსაზღვრა ხდება და მერე უკვე მასზე მორგება პროდუქტის. და ძალიან მნიშვნელოვანია იმედილში, რომ ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი სახეობის და ნებისმიერი საჭიროების მქონე ბიზნეს მასზე მორგებულ პროდუქტს ვთავაზობთ აუცილებლად და არა რაღაცა კონკრეტულ ზოგად პროდუქტებს, კონკრეტული საჭიროება კონკრეტულ პროდუქტს მოიცავს. უფრო ცხადი სურათისთვის იმედიელის ერთ-ერთ დაზღვეულს პიქსელ ცენტრს ადგილზე ვესტუმრეთ. ბიზნეს ცენტრში 20-მდე მოიჯარია განთავსებული. მათ შორის როგორც რითეილ სექტორის წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო კომპანიები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გვხვდებიან. პიქსელ ცენტრი 2010 წლიდან ოპერირებს და პრესტიჟულ რეიტინგებშიც მოწინავე ადგილს იკავებს. შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, ქონების დაზღვევა ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თანაც აქ სუსტად იაზრებენ, რომ სანამ სადაზღვევო შემთხვევის წინაშე აღმოჩნდებიან, რისკ ფაქტორები თავიდან მანამდე უნდა აიცილონ. ქონების დაზღვევა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზუსტად ის A-კლასის პირობებთან შესაბამისობა ჩვენი შენობისა, რაც ოდითგანვე, ასე ვთქვათ, პიქსელისათვის დამახასიათებელი იყო. შენობაში არის ძალიან ბევრი სისტემა, რომელიც BOMA საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 2018 წლის ბიზნეს ცენტრების კლასიფიკაცია გაკეთდა 2018 წელს და პიქსელი შეფასდა როგორც A-კლასის ბიზნეს ცენტრი. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა ენიჭება ძალიან ბევრ ფაქტორს, მათ შორის ლოკაციასაც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის მთავარი სისტემები, რომელიც შენობის, ასე ვთქვათ, მდგრადობას უწყობს ხელს. იმედიელის პირობები ჩვენთვის განსაკუთრებულად მისაღები იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მობილური და ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ჩვენს რეალობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზა იმედიელმა. საერთო ჯამში სურათი ასეთია. საოფისე ფართი, საწარმოო ხაზი თუ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ის ინვესტიციებია, რომლებიც ყოველდღიურად ღირებულებას ქმნის. შესაბამისად, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი რისკი კომპანიის სტაბილურობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ამ საფრთხეების წინასწარი პრევენციისთვის კი ქონების დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია.